აინტერესებთ ჩემი კონკრეტული ხედვა როგორც საქართველოს და თბილისის მომავალ პოლიტიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე მათ აინტერესებს ჩემი ხედვა ეროვნული თანხმობისკენ, როგორ უნდა წავიდეს ჩვენი საზოგადოება და სწორედ ის ადამიანები, ვინც 91-92 წლებში იყვნენ ამ სამოქალაქო დაპირისპირების მსხვერპლი, მათთან რა დამოკიდებულებას დავაფიქსირებ. პროცესები ჩვენ ქვეყანაში, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა რამდენად შესავალი სიტყვა იმიტომ გავაკეთე. ჯერა რომ ბატონ ირაკლის მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში მოხდება მთელი რიგი დემოკრატიული ცვლილებები და საქართველოს გახდება დემოკრატიული ქვეყანა და ქვეყანაში დაიწყება აღმშენებლობითი პროცესები.